ქუთაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება რამდენიმე წუთში ქალაქის ცენტრში დამონტაჟებული კოლხური შადრევანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მეორე დედაქალაქში დღესვე იგეგმება საქართველოში ყველაზე დიდი მესხიშვილის სახელობის თეატრის გახსნაც. დღესვე მოხდება ქუთაისის სიმბოლოს გიმნაზისტი გოგონას ქანდაკების პრეზენტაციაც, რომელსაც ხელში გვირილები უჭირავს. ლიკა ბერაია გვერდება ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. დიახ, მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები ქუთაისში გრძელდება და სულ რამდენიმე წუთში ქუთაისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ძეგლი გაიხსნება. ეს არის გიმნაზიელი გოგონა გვირილებით ხელში და ამ ძეგლის გახსნას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. სწორედ გიმნაზიელი გოგონას ისტორია გვირილას უკავშირდება, ვინაიდან მე-20 საუკუნის დასაწყისში გიმნაზიელი გოგონები გვირილების გაყიდვით აგროვებდნენ თანხას ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად და სწორედ 1909 წლის 2 მაისს ჩაეყარა ამ ტრადიციას საფუძველი და მას შემდეგ უკვე 103 წლის განმავლობაში ქუთაისში ამ დღეს აღნიშნავენ. ასევე დღეს დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება და ერთ-ერთი არის ლადო მესხიშვილის სახელობის განახლებული თეატრის გახსნა. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი თეატრი, რომელიც 870 მაყურებელზეა გათვლილი და ამ თეატრის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მთლიანად გამაგრდა თეატრის საძირკველი, ასევე აღდგა ისტორიული ჩუქურთმებიანი ფასადი, ასევე მთლიანად უკვე დასრულებულია თეატრის შიდა სამუშაოები, გამოიცვალა აივნები და სრულად ახალი სკამები დამონტაჟდა თეატრში და რამდენიმე წუთში ამ თეატრის ახალი შენობის გახსნაც იგეგმება. აღნიშნავს ძალიან დიდი სიხარულით 2 მაისობას, რადგან 2 მაისობა არის ქუთაისობა მოგეხსენებათ და ხვდებით ასეთი შემართებით. რეაბილიტირებულ ქუთაისში მომწონს თეატრი პირველ რიგში, შენ რომ კიდევ სიახლე აი შადრევანი ყველაფერი კეთდება და მზადდება, ძალიან ლამაზია ყველაფერი. ძალიან დიდი პატივია რომ ამ თეატრში მოგვეცა შესაძლებლობა და ვდგავართ ამ სცენის ამ თეატრის მცირე სცენაზე, მაგრამ უდიდესი ბედნიერება ეს ჩვენთვის, ამხელა კულტურის, ამხელა ისტორიის მატარებელი თეატრია და ჩვენთვის ეს არის უდიდესი პატივი. უდიდესი მოვლენაა როგორც ქუთაისისთვის, ასევე მთელი თეატრალური სამყაროსთვის მესხიშვილის თეატრის ამ მასშტაბით რეაბილიტაცია, ხიდან გახსნისა, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ქუთაისობისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში გაიხსნა ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის გამოფენა და ეს არის დავით კაკაბაძის ოცნების ასრულება, როგორც აკაცხადებენ და პირველად მოხდა მშობლიურ მხარეში კაკაბაძის იმ ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც 84 წლის განმავლობაში საერთოდ არ გამოფენილა საგამოფენო დარბაზებში და აქ არის წარმოდგენილი პარიზის ნამუშევრების 12 ტილღო. გამოფენილი მისი კოლექცია, ესე ვთქვათ, ოჯახური კოლექცია, რომელიც ხალხს არ აქვს ნანახი. თუ აქვს ძალიან ისი მცირე მასებს. პლუს ძალიან უნდა და თვითონ დავით კაკაბაძის ქუთაისში გაეკეთებინა გამოფენა პარიზიდან, როდესაც ჩამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს ვერ მოახერხა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად კაკაბაძის გამოფენა სწორედ ქუთაისში გაიმართა ამ ოჯახური კოლექციის, რადგან ქუთაისი, როგორც იცით, ხდება როგორც ცენტრი პოლიტიკური, ასევე კულტურული ცენტრი. და დღეს ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური ღონისძიება იქნება ქალაქის მთავარ მოედანზე უნიკალური ახალი შადრევანის გახსნა. ეს არის კოლხური ფიგურების კომპოზიციის თემაზე შექმნილი შადრევანი, რომლის დიზაინის იდეაც პრეზიდენტს ეკუთვნის. ეს შადრევანი უკვე დამონტაჟებულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. დღეს ოფიციალურად ამ შადრევნის პრეზენტაციით დასრულდება საზეიმო ღონისძიებები. ქუთაის ქალაქობა ლიკა ბერაია გვერდება და ქუთაისიდან ჩვენ კი განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. მეორე დედაქალაქში